მადლობას მოგახსენებთ მომხდანებისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში თანამშრომლობისთვის იმ სკოლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ, ბავშვებს, სკოლის დირექციებს, მასწავლებლებს, ყველა მონაწილე მხარეს. ჩვენ ამ სახით ვმშვიდობებით აღნიშნულ პროექტს და ეს იყო ერთგვარი სტიმულაცია იმისი, თუ რა უნდა ხდებოდეს ამ მიმართულებით. გვინდოდა დაგვენახებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების ჩართულობა, მონაწილეობა და მნიშვნელოვანია, რომ სისტემური თანმიმდევრული პოლიტიკა შემუშავდეს, ხელი შეეწყოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის განვითარებას. 2013 წლიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს სასკოლო დემოკრატია. პროექტის ძირითადი მიზანი არის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მხარდაჭერა და გაძლიერება. ჩვენი ძირითადი მიზანი, სურვილი და мотиваცია იყო ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ბავშვებისთვის გვესწავლებინა საკუთარი უფლებები, თანატოლების უფლებები, როგორ შეიძლება ჩვენი იდეა ვაქციოთ პროექტად და გავუწიოთ შემდეგ ლობირება ამ ყველაფერს. დღეს რამდენიმე სკოლა სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვეძღვნებით პროექტ სასკოლო დემოკრატიის შემაჯამებელ კონფერენციას, სადაც სკოლებმა წარმოადგენენ ჩვენი სკოლების თვითმმართველობის მუშაობა, ის შედეგები და წარმატებები, რომლებსაც მივაღწიეთ ამ პროექტის განხორციელების შედეგად. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ ამისათვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს. ხშირად მოსწავლეებს გვინდა დავგეგმოთ და წარმატებას მივაღწიოთ სხვადასხვა აქტივობებში, მაგრამ არ ვიცით როგორ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია ორგანიზაციების მიერ ასეთი პროექტების განხორციელება. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეები თავად ახდენდნენ იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, რომელთა გადაჭრა უნდა მომხდარიყო სკოლის ბაზაზე. და სწორედ ამ პრობლემების შესახებ მოსწავლეები ანვითარებდნენ პროექტებს, სახავდნენ მიზნეს, ამოცანებს და გადაჭრის გზებს. ასეთი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შეუძლებელია, რომ მე რომელიმე პიროვნებამ ამ ადამიანთა ჯგუფმა მოიფიქროს უნიკალური იდეა, რომელი ტიპის აქტივობა უნდა განხორციელდეს ყველა სკოლაში, ან რა ტიპის კლუბმა უნდა იმუშაოს ყველა სკოლაში. მრავალფეროვნებაში არის განვითარების საფუძველი და მრავალფეროვნებაზე გადის დემოკრატიის გზაც.